ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, ახლა მე თქვენ გთავაზობთ ასტრალიონიკას ვიდეოს, რომლის ავტორი არის ბლოგერი იური ლირი. თემა ეხება სლიპერებს, რუსეთს, ევროპა და ლატვიას და ასე შემდეგ. მრავალი წერტილია. იური ლირი მიესალმება ყველას. მინდა მოგიყვეთო ერთი მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც მევიხეო ერთი ვიდეო როლიკის დახმარებით. მინდა გითხრათ ერთ ადამიანზე, რომელიც უნდა ეყვანათო საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში და გადიოდაო ასე ვთქვათ ადბორს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ამ კაცმა ადბორი ვერ გაიარა და ამ კაცს წაუშლად მეხსიერება და ჩაუდვიათ ყალბი მეხსიერება თითქოს ის მონაწილეობდა საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში და არ მონაწილეობდა. და იური ლირის დახმარებით მან ამ კაცს იყო იმპლანტირებული ხელოვნური მეხსიერება და ეს ხდებოდა რუსეთის საიდუმლო კოსმოსურ პროგრამასთან დაკავშირებით. მე რამდენიმე ვიდეოროლიკი გამომიგზავნაო რამდენიმე ადამიანმა თხოვესო კომენტარი გამეკეთებინაო. ერთადერთი რაც შემიძლიაო მე თქმა, ეს ჩამოგავსო იმასო, რომ გამრუდებული იმპლანტირებული მეხსიერებაო იძლევაო თავის ნაყოფს და ადამიანი ყვება იმაზე, თუ ის როგორ დაფრინავდა ერთ-ერთ კოსმოსურ ხომალდზე და იყო ნამყოფი P მაგვარ კოსმოსურ სადგურზე და იყურებოდაო ილუმინატორში. ასეთი ობიექტები არის ბევრი დედამიწის გარშემო ორბიტაზე და იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არ არიანო დაკავშირებული დანაშაულ საქმეებთან, პროცესებთან და ისინი არ არიან ჩათრეული ბინდურ საქმეებში, როგორც MKK კოსმოსური კონგლომერატი და ეს ხალხი, ვინც ამ მაგვარ ასე ვთქვათ სადგურებზე ცხოვრობენ, ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ყველა ეს ხომალდები მომარაგებული არის ტექნიკურად, ანუ ამ ხომალდებს აქვს საშუალება მასკიროვკა გაიკეთონ, ანუ ყველანაირი საშუალებები გააჩნია იმისა, რომ დაიმალო. აი თქვენ წინაშე დგას ეს, ხო? დაუშვათ ის ხომალდი, მაგრამ თქვენ მას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ისეთი მასკიროვკას გაკეთებული გააჩნიათ ამის ტექნოლოგიური საშუალებები. და თქვენო ამას მაგ ობიექტებს ვერ ნახავთო ვერ ფიზიკურ დონეზე, ვერ სხვა დონეებზე, რადგან გიპერსივცე, ხომ იცით რა გიპერსივცე, ხო და ისინი ფლობენ გიპერსივცით სარგებლობის უნარს და ამ გიპერსივცის მასკიროვკით ისინი აგრეთვე ფლობენ. ამიტომ ჩდება კითხვა, სიამდილეში ხედავდა ეს ადამიანი თუ არ ხედავდა, რჩება დაკიდული ჰაერში და მე ამ ადამიანს უსურვებ ყველაფერ კარგს. ხო და დაიწყო აი კომუნისტების დროს რომ იყო გონკა ვარუჟენი, ხო? დაიწყო ასეთი შეჯიბრება, მაგრამ უკვე კოსმოსური საიდუმლო კოსმოსური საიდუმლო პროგრამების ნარჩენ ტექნოლოგიებზე. იმ ტექნოლოგიებზე, რომლითაც სარგებლობდნენ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში ბნელი ძალებით, პოზიტიური ძალებით და იური ლირი ამბობს, რომ გადაღებები ამერიკელებმა რომ გადაიღეს თითქმის გაფრენა მთვარეზე, თავის დროზე გადაიღეს გაფრენა მთვარეზე და ეს გადაღებები ჰოლივუდში კი არ მიდიოდა. ეს გადაღებები ჰოლივუდში კი არ ტარდებოდა, არამედ ეს გადაღებები თურმე ტარდებოდა ინგლისში და არა ამერიკაში, ინგლისში, სადაც
ხდებოდა აგრესიულ მხატვრული ფილმების გადაღება. სტენლი კუბრიკმა ბევრი რამე გაშიფრა ერთ-ერთ თავის ფილმში დასახელებით ნათება. აი მაპატიეთ, სპილბერგი კი არ ყოფილა ის. მე შემეშალა სპილბერგში, რომელიღაც ვიდეოში მე გითხარით, რომ სპილბერგს არ აპატიებს ფილმში ერთი რაღაცა და ეს სპილბერგი მოკლეს მეთქი. არა. სპილბერგზე კი არა, კუბრიკზე ყოფილა საუბარი. ისმაილ პერეზის ვიდეოში ისმაილ პერეზმა ახსენა სპილბერგი, რომ სპილბერგი მოიცილესო და სპილბერგის ორეული დააყენესო. ხო, და იური ლირსაც მე გითხარით იქ, რომ იური ლირსაც აქვს ნახსენები სპილბერგი მეთქი, რომელიც შემდგომ შეჭამეს. მაგრამ სცენაში ეს ყოფილა კუბრიკი და არა სპილბერგი, ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით. ხო, იური ლირი საუბრობდა კუბრიკზე, რადგან ამ ფილმში ნათება ყველა გმირი გინდა აიღო, გინდა კუთხე აიღო, გინდა რაც გინდა აიღო ნივთი, ყველგან ხდება, ყველაფერი იძლევა ყველაფერი კარნახობს, ყველაფერი იძლევა მინიშნებებს. ხო და იური ლირი ამბობს, რომ ყველა თქვენგანმა არ იცისო ბევრმა, რომ კუბრიკი მოგდაო, არ მოგდაო თავისი სიკვდილით, მან გადაიღო ფილმი ფართო გაღებული თვალები, ის იყო მოკლული ამის გარდაო, ეს კუბრიკი იყო რიტუალურად არ გამიმეორებ. ბოლომდე არ ვიტყვი სიტყვას შეჭ-ი ბოლოს. ხო. როგორც ხარს უკეთებენ, საერთოდ როგორც საქონელს უკეთებენ. არ მინდა გამიმეორო ეს სიტყვა. იგი ვინმე უსმენს სუსტი გულის პიროვნება. ეს მოხდაო ერთ-ერთ მიწისქვეშა წვეულებაზე. ვიღაცა იყო ძალიან გაბრაზებული ფილმზე ფართო გაღებული თვალები. ვიღაც პალანსკიც მოუკლიათ, მისი მეუღლე მხეცულად მოუკლიათ და ეს მკვლელები, ვინც მოკლა ეს ხალხი, იყო დამუშავებული ЦРУ-ს აგენტების მიერ. ამ მკვლელებზე შეუყვანიათ LSD, ნარკოტიკი ასეთი, დაწყებული მენცონიდან, შემდეგ ყველაფერი ჩაფუშეს. მთავარი ფილმში ფართოდ გაღებული თვალები, მაპატიეთო ფართო დახურული თვალები, თურმე ფილმს ნარქმევა, ბოდიში მოიხადა იური ლირმა, ფართო დახურული თვალები. და ამ ფილმში იყო მითითება, ამ ფილმში არისო კადრები თეთრი მოცისფრო ნათები, რომელიც ანათებდა ბრწყინავად, ანუ თვალში მოსახვედრად ეს ნათება და ეს ნათება მოჩანდა ფანჯრების მიღმა. და ამ ნათების გამო, რომელიც გამოჩნდა ფანჯრების უკან, კუბრიკი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ნათების გამო ეს ნათება არ აპატიეს მას. ხო და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშ სპილბერგში შემეშალა. და რასაც ამბობდა სპილბერგზე პერეზი, ხო, ეს სპილბერგი რომ ახსენა, ის სპილბერგი შემეშალა ამ კუბრიკთან. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშ. და ეს მოთეთრო, მოცისფრო ნათება, კაშკაშა მოთეთრო, მოცისფრო ნათება არის ბევრ კინოებში, მათ შორის სერიალში საიდუმლო მასალები. როგორ მიყვარდა თავის დროზე ეს სერიალი. საბჭოთა კავშირის დროს მე ვიყავი სკოლაში, უფროსკლასელი ვიყავი და როდესაც ეს სერიალი გამოვიდა, მე და მამა ჩემი სულ უყურებდით. ერთი სერიალი გვაქვს გამოტოვებული. დევიდ დუხოვნი ამ სერიალის შემდეგ გახდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, მაგრამ ეს იყო ადრე. ჯეიმსა კუბრიკი იყო პიროვნება, რომელიც აერთიანებდა
კენედისაც ახლა დამავიწყდა და მეორე კაცის გვარი თქვა. ბევრ ადამიანებს აერთიანებდა. აგრეთვე მომივიდა თხოვნა, კომენტარი გამეკეთებიაო, ერთი ბოროტი ეკოლოგიის გამონათქვამზეო. საზღვარგარეთის პრესაზე დაყრდნობითო, საზღვარგარეთის პრესის სტატიებზე დაყრდნობითო, ამ ბოროტმა ეკოლოგმა აგრეთვე სტატიაში შესთავაზაო ავსტრო-უნგრეთის აღდგენაო. ავსტრო-უნგრეთის იმპერიის აღდგენაო. მე თუმცაო სიტყვა მივეციო ჩემ კოსმოსურ მეგობრებს, რომ არ ჩავერიო საქმეში, იმ საქმეში, რაც ხდებაო კულისებს მიღმა, მე არ უნდა ჩავერიო, არ უნდა ვთქვაო, არ უნდა გავაკომენტიროო ეს ამბები, რაც ახლა ხდებაო. მე ვიტყვიო იმასო, რომ უნგრეთი მიიღებს მონაწილეობას რამდენიმე ქვეყნების გაერთიანებასთან შექმნასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ უნგრეთის კოშკის ციხესიმაგრის ზამაგ, სადაც ადრე ცხოვრობდნენ ვითომ, გათხრების დროს ნახეს სუნდუკ. ანუ თუ იცით ხის ჩამოდნებივით რომ იყო რა პატი ქართულად ვერ გავიხსენე, რას ნიშნავს ეს? სკივრი, ზანდუქი, მეგონია უფრო მოხდება ზანდუქი. ხო, ახლა ნახე ინტერნეტში. და უპოვიათ ზანდუქი არქეოლოგიური გათხრებისას, რომელშიც იდვა დოკუმენტები მე-11 საუკუნის შუის და მე-11 საუკუნის ბოლოსი, ანუ მე-11 საუკუნის შუიდან მე-11 საუკუნის დასრულებამდე, რაც არსებობდა დოკუმენტაცია, იყო ამ ზანდუქში ჩადებული, შენახული. აგრეთვე იქ ნანახე საბუთები ეკუთვნოდა მე-17 საუკუნის დასაწყისს. და აქ ნახეს რუკა, სადაც იყო აღბეჭდილი ძალიან დიდი ტერიტორია ატლანტიდის ჩათვლით. აგრეთვე აქ ამ კახალდებში ნახეს ტარტარია, იქ იყო აღბეჭდილი ტარტარიაც, ამბობს იური ლირი. ეს ის ტარტარია, რომელზეც მე თქვენ გითარგმნით ვიდეოებს. აგრეთვე ამ საბუთებში იყო ნანახი ისტორია დაფუძნებული დასაფუძნად, ანუ ერთ ადგილზე ხო ადრე ხალხი დადიოდა ერთი ადგილიდან მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და იქ არის საბუთები, რომელშიც აღწერილია თუ როგორ შეაჩვიან ეს მომთაბარე ხალხი ერთ ადგილას ცხოვრებას. იმათი, ესე იგი, ცხოვრების სტილის შეცვლა მოახდინეს, რომლებიც მოვიდნენ აღმოსავლეთიდან და რომლებიც თავის თავს უწოდებდნენ ვენებს, ვენტებს, ვენკიჩ, ვიატიჩ. და როგორც ჩვენ ვიცითო, ესტონურად ვენე ნიშნავს რუს და ვენა ამ ტომის საპატივცემულოდ იყო სახელწოდება, რომლებსაც ჰქონდათ თავისი ტოტემები, მათ შორის დათვი, რომელიც ესწრება, რომელიც არის, რომლის მნიშვნელობა არის ჩადებული დღევანდელი ბერლინის დასახელებაში. ჩვენ ვამბობთ ბერლოგა, რაც ნიშნავს დათვის ორმოს, სადაც ისიმალება, ხო, სადაც წვება ზამთრის დასაწყისში დათვი, ხო? ბერლოგა, ბერლინ, დათვი. ბერ არის თურმე დათვი. ბერლინ,
ბერლოგა, ბერლ. არის ქალაქი ბერნი ქართულად, რომელსაც გააჩნიაო ძალიან საინტერესო ფარული ისტორია. არის ვენეცია, რომელიც ააშენეს ვენეტებმა, ვიატიჩებმა და ეს ტომი, ეს უძლიერესი ტომი ბატონობდა დიდ სივრცეზე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დღეს ევრაზიას. უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა თქვაო, რომ შეეცდებაო რუსეთთან ურთიერთობის გამოკეთებას. სახელწოდება ავსტრო-უნგრეთი არასასიამოვნოდ არის დაკავშირებული გამბურგთან. გაგსბურგი არ არის ძირითადი სახელწოდება ამ ოჯახების დაჯგუფებისა. ეს არის მათი ხელოსნობა, ხაბსი ან ხაბენი, როდესაც ითარგმნება გერმანული დიალექტებიდან, დანიშნავს ქონას, იმეჯ და ბორგები კი არის კრეპესტი, ანუ ციხესიმაგრეები, რომლებშიც ინახებოდა ის ნივთები, მარტო ნივთები არა, რაღაცები, რაც მათ ჰქონდა. სიტყვა ხაბეთი გადადის სიტყვაში ხაბაც, ყველა გაგებაში ხვატაც, ანუ დაჭერა. როდესაც სტაცებ რამეს ვინმეს, ხვატაც, როდესაც უნდა სწაცო ვინმე ან რამე, ამ დროს იტყვიან. ეს არის ხოლობითი სიტყვა, ხვატაც. ხვატაივო, დაიჭირეს. ხვატაიო, დაიჭირეს გოგოზე, ხო? ხვატაიეტა, დაიჭირეს. აი ამ შემთხვევაში მოდის მიდა ხვატაც, დაჭერა. ძარცვა, ანუ ძარცავდნენ ხალხს, სოფლის ქალაქებს და ციხესიმაგრეებში მალავდნენ გაძარცვას. აი ამით იყვნენ დაკავებული ჰაბსბურგებიო, ამბობს იური ლირი. მაგალითად, მედიჩები აწარმოებდნენ შხამებსო და ამ შხამს ასოფიობდნენ ტუჩელზე მეძავეებს. შემდეგ მეძავ ლამაზმანებს, შემდეგ ეს ლამაზმანები, როდესაც კოცრიდნენ კაცებს, მათ წამლავდნენო ამით. შხამი ხო გადაედობოდა, რო აკოცებდა მამაკაცს. და იური ლირი ამბობს, რომ უკაცრავად მამათიეთ დასრიალდა ტელეფონი. იური ლირი ამბობს, რომ ის ქვეყნებიო, რომლებიც განთავისუფლებაო ევროკავშირის წყობიდანო, მართლაც გაერთიანდებიანო და შეიძლება შეიქმნასო ერთი საერთო გაერთიანებული კავშირი. ბატონებო, იური ლირი ამბობს, რომ მე არ ვიცი, გაციშვილი მქონდა და არც ვიცი რა ვთქვი. თურმე გაციშვილი მქონია, შეჩერებული მქონია ჩაწერა. კარგი, თუ გამეორდი მაპატიეთ. იური ლირი ამბობს, რომ ის ქვეყნებიო, რომლებიც განთავისუფლებაო ევროკავშირის მონობისაგან, შექმნიანო ერთიან კავშირს. და მე რამე ვთქვა, მე ეს მithქვავს ადრეც კიდე, რომ საქართველო რომ ისწრაფის ევროკავშირისკენ, ეს ძალიან შეცდომითი გზა. იქ კარგს ვერაფერს ვერ ნახავ, იმიტომ რომ ეს არის ჩრდილოვანი სახელმწიფოს ორგანიზაცია, ევროკავშირი, გაერო, ჯანდაცვა, მსოფლიო ჯანდაცვა, ნატო და თქვენ წამოიდგინეთ, რამდენი ახალგაზრდა დაზარალდა ჩვენი ქართველებიდან, რამდენი ქართველი ახალგაზრდა დაზარალდა. გახსოვთ ის ღამე, როდესაც ხალხს დათვის
წყვეები შეუსიენ. და იცით რა მინდა გითხრათ? არა, მე არავის მხარე არ მიჭერი. არ მიჭერას არავის მხარე, მე მიჭერავს კოსმოსური კანონის მხარე. ანუ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მაგას ვერ შევაჩერებთ, თუ ზეცაში არის პირდაპირ გაგებით ეს დაგეგმილი. ჩვენ რაც არ უნდა ვიკივლოთ. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მე ბევრჯერ დაუბრუნები ვარ უკან. გაქცევა რამდენჯერ ვცადე გაქცევა, ხო? რამდენჯერ ვცადე, სხვა გზით სულიყავი არა, ცუდიცით არა. გამეკეთებია ის, რაც მე მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება მე არ მომცეს. ბევრს ემართება ასე, თითქოსაც წინ მიდის, მაგრამ უცებ აღმოჩნდებიან უკან. და ვერც კი ხვდებიან, როგორ დაბრუნენ უკანა ხაზზე, ხო? და ამდაგვარად ხდება ახლა, ამდაგვარი რაღაცა ემართება საქართველოს. ჩვენ იმას უნდა ვიფიქროთ, რომ დედამიწას დავეხმაროთ ენერგეტიკის აწევაში. კარზე უნდა ვიფიქროთ. ნუ ავყვებით, ნუ რა ვიცი და ნუ გამოვალთ გარეთ. გარეთ გამოსვლით, წილკივილით. მხოლოდ ვიბრაციებს დავიგდებთ ხალხო. როდესაც რამესე წინააღმდეგები ყვირი ხარ, წივი ხარ, ჩხუბობ. ბოროტება არა, ნუ ჩვენ მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ კარგი საქმე, სიკეთე დავითვათ, მაგრამ ჩხუბით, ვაიბუით, ჩვენ მხოლოდ ვაღესიანებთ ნელდალებს. პირიქით, ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ მიმართ აქვენ სხვა განზრახვები, ჩვენ სხვა გზით ვერ წავალთ. არ გაგუშვებენ უბრალოდ. ახლა ჩრდილოანი სახელმწიფო დღეები სრულდება, ჩრდილოანი სახელმწიფო არის აგონიაში. ეგერ რამდენი ინსაიდერი მოკლეს. ახალი მოკლული დევით უკოკი, მაგის ვიდეო მაქვს დადებული, მაგი და კორიკუდი ერთად იკვლევდნენ ყველაფერს. დამავიწყდა კიდევ ერთი არის ინსაიდერი, რომლის 2 თუ 3 ვიდეო მაქვს დადებული. იგიც მოკლეს, მაპატიეთ გვარდასახელი ვერ გავეხსენებ. და ბევრი კორიკუდი რა დღეშია, კაცი შეცვლილია, თითქოს ხორცატყი მანქანაში გაატარეს. თქვენ დაფიქრდით. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ რა გინდათ? თქვენ სულის სიღრმეში ჩაიხედეთ. თუმცა უნგრეთი ითვლება ნეიტრალურ სახელმწიფოდ, მაგრამ ვენაში ცენტრში, უნგრეთის ცენტრში იქნება. არა, ამან ვენა თქვა. ეს ავსტრია ვენა. ხო, უნგრეთი თითქოს ნეიტრალური სახელმწიფოა და ვენაში, ეს ავსტრია ვენა. არა, ვენა ავსტრია რა მაპატიეთ. და ვენა იქნებაო პოლიტიკური ცენტრი ამ გაერთიანებული კავშირისაო. მაპატიეთ, არეული მოსახატვინი. ცოტა დაღლილი ვარ. და რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პოლიტიკური გადაქმნა ევროპისა. იგივე რუსეთის დახმარებით. რადგან მის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელიაო. იცით რა შეასაქმე? დედამიწის იერი შეიცვლება.
წყალი წაიღებს ბევრ ნაპირს. ნაპირის ძალიან დიდ რაოდენობის მასშტაბს ტერიტორიას ბევრი ტერიტორიები შემცირდება და ნარჩენ ქვეყნებს სხვა გზა არ იქნებათ რომ კავშირში არ შევიდნენ. იმიტომ რომ ან გელი გადაყლაპავს, ან კიდევ სხვა მხეცი. და რატომ იქნება საერთოდ კავშირები? იმიტომ რომ საზღვრები გააძლიერონ. ქმნიდნენ ადრე მაგალითად საბჭოთა კავშირი. ხო? ადრე კიდე იმპერიები იყო. ახლა კი მინდა შევეხო სლიპერობას, რეგრესოლოგიას და ასე შემდეგ. მეგობრებო, მე ბევრჯერ მithქვამს, თუ რამდენად საჭიშიაო სლიპერობა და რეგრესოლოგია. და მით უმეტეს საჭიშიაო პირდაპირ ეფირები, რომლებიც დენაო YouTube-ზე და სხვა არხებზე, სადაც პირდაპირ ეფირები ხდება და ზოგი ეფირი თხოვს ხალხს, მსმენელებს ფულები თანხა, ფინანსები გადარეცხო. მე ამის წინამდე კი არა ვარო, ხელი შეუწყოსო ღმერთმა. მაგრამ როგორც კი გამოდის არხი ასეთ თემასთან დაკავშირებით, სლიპერობა და რეგრესოლოგია, წვრილ დონეზე სისტემას ტექნოლოგია მომენტალურად ირთვება და ამდაგვარი ტექნოლოგია სახელწოდებით არა, ამდაგვარი ტექნოლოგიის მეშვეობით ოპერაცია კუკუშკა კიცდვინა, რომელმაც ძალიან ბევრი ხმაური გამოიწვია, რადგან ამ ოპერაციის ლიდერმა კუკუშონაკ მოიკლა თავი, დატოტოვა წერილი, სადაც ნანობდა, რომ ხალხი შეიტყუა ჩენელინგში. ამდაგვარი სიტუაციებში მოხდნენ სლიპერებიც. ვინ არიან სლიპერები? ალბათ YouTube-ს თუ უყურებთ, იცით სლიპერები ვინც არიან, ხო? რომლებსაც უხმენ თვალებს და შეყავთ რეგრესიაში და ისინი ყვებიან თუ რას ხედავენ. და იური ლირი ამბობს, რომ გენერალ რატნიკოვს აქვს ნათქვამიო, რომ სლიპერობა საჭიშია, მით უმეტეს იმ დროსო, როდესაც არსებობს ტექნოლოგია, რომლითაც შეიძლება ეს სლიპერები მახეში გაამბანო, რადგან არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც აკონტროლებენ მთელ ასტრალს. ამის შესახებ აქვს ნათქვამი პანდორას. კი, მაგამ თქვა, რომ გაწმენდესო. მარია შხუნისაც აქვს ნათქვამი ლიგა სვობოდных душ, ასეთი არხი არის, მაგის ბლოგერია, ავტორი. მაგასაც აქვს ნათქვამი, რომ კი ასტრალი გაწმენდესო, მაგრამ შეიძლება სადმე იყოსო მახები კიდევ დარჩენილი. საბჭოთა კავშირის დროსო იყო ასეთი წყალქვეშა ბაზა, ბალაკლავა და იქ ვარჯიშობდნენ არა მხოლოდ წყალქვეშა პადვოდნიკები, მოცურავეები და იქო ემერი სმითზე და სხვა კიდევ პიროვნებებზე იყო საუბარი, უბრალოდ მაგათმა ისაუბროსო იმაზე, რომ მთელი ამერიკის მიწისქვეშ, სანაპიროს წყლების ქვეშ არისო ტუნელები, გასასვლელები დაწყებული წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე და წყალქვეშა ნავებს, ხო, რა გზები იყო ხა ეს ტუნელები, მიწისქვეშა ტუნელებზე არ აქვს საუბარი, წყლის ქვეშა ნავების გასასვლელები იგულისხმება, სადაც შეეძლო უზარმაზარ ნავს ამ გასასვლელში ჩაეყვინთა და სხვა ადგილას აღმოჩენილიყო. მალიბუში ან კიდევ სხვა ადგილას. მათთან ხდებოდა ავარიები, მაგრამ მაგათმა თავისი ემოციონები მაინც შეასრულეს ამ წყალქვეშა გზაზე, ასე ვთქვათ, გასასვლელებში. მაგათმა
ნიშნები დააყენეს. ამდაგვარი ადგილები მხოლოდ ზღვაში არ არის, სხვა ადგილებშიც არის. ასეთი ადგილები არის ამჟამად ასე ვთქვათ, ომში ყოფილი ხარის ტერიტორიაზეც. ანუ ახლა რომ ებრძვიან ერთმანეთს, ომში ყოფილი ხარის ტერიტორიაზეც არისო ასეთი ადგილები. ლატვიაში და ლიტვაში შენარჩუნდა იმ სლავიანური ენის, ძველი ენის რაღაც ნაწილი, მაგრამ მე მინდაო თქვენ შეგახსენოთო იმ ძველი ენობრივი ხალხის ენობრივი დიალექტის პარფირიდანო მოსულიო ასები ანუ აზები აზოვსკემორი ხომ ვიცით? აზოვის ზღვა. ხო, და რადგან ისინი თავის თავს უწოდებდნენ ასებს, აქედან წარმოიშვა აზოველები, ანუ წარმოიშვა აზოვის ზღვის დასახელება, რადგან იქ ცხოვრობდნენ ესენი აზოველები, ასირელები, ან აზოველები. აქედან წარმოიშვა ოდინიც, რაც ნიშნავს ერთი, აზი, ას. ჩვენ ვართ ესე იგი ასები, ან აზ ნიშნავს ერთს, ან პირველი ასი. და ეს ყველაფერი ბალტიკის გავლით გადიოდაო და თავისი ესე იგი კვალი დატოვაო ვიატიჩებზე. ასი ამიწაზეო, ანუ როდესაც გადავიდნენ ლატვიაში და უნგრეთში, ასებიდან გადაიქცნენო ანში, ანუ ლატვიური გვარი ანსის, ეს არის ლატვიური გვარი და ეს გვარი თითქმის ქრება და შემდეგ უკვე კიდევ ანსები გადაიქცნენ ანსი, ანუ ქართულად ანსები გადაიქცნენ განსებში, ანუ განზეა, ანუ ესე იგი სახელმწიფოების ჯამი, რომელზეც გავრცელებულია ყოფილი ასების კულტურა. შემდეგ უკვე ასების და შემდეგ უკვე განსების, იგივე ასების. ეს არის უნიშნულოვანესი ესე იგი რაღაც დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებისა, ლატვიის ჩათვლით, ესტონიის ჩათვლით და რაღაც ნაწილით ლატვიის ჩათვლით ლიტვას ჩათვლით და ეს სამი ქვეყანა, ესტონია, ლატვია და ლიტვა იყო ძლიერი განზიური კავშირი. და ერთმანეთში ამ სამი ქვეყნის ხალხი საუბრობდნენ გასაგებ ენაზე. მე მომივიდაო წერილი ერთი ადამიანისგან, რომელმაც არ ითქვაო თავის ქვეყანაში დაბრუნება 50-იან წლებში, როდესაც ციმბირში გადასახლებულებს მისცენ უფლება დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. იური ლირი ამბობს, რომ ნისლიან ალბიონზე მზადდებაო პროვოკაცია ადამიანური ცხოვრთა შესაწირით. მესამე მსოფლიო ომი დაიწყო დოლგოპილსი, ქალაქი დოლგოპილსი არის ასეთი ქალაქი და აქ რუსულენოვანი ხალხმა წამოყვეს თავი. თუ თქვენ გონიათ რომ ეს სცენარი გადაღებულია როგორც ფანტასტიკა, არაო, ამით ეს ვიდეო დამთავრდა.
აწი იწყება იულირის მუსიკა, მაგრამ მე რატომღაც გულთან არ მოდის ახლოს მისი მუსიკა, მაგრამ ბევრს მოწონს. ამიტომ თუ თქვენ მოგწონთ მუსიკა, მოძებნეთ ასალიონიკა იულირი, აწერია იქ მუსიკა და მოусმინეთ. არა, ესე მაგრად უკრავს გიტარაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.